მოგესალმებით მეგობრებო, მე ლადო ნაცვლიშვილი ვარ, ვიმყოფებით ჩემს პერსონალურ არხზე. დღეს შევგვთავაზებთ სტანდარტულ ვიდეოს, სადაც გავივლით გასული ივენთის შედეგებს და დამდეგი ივენთის, ასე ვთქვათ, ბრძოლებს განვიხილავთ წინასწარ რაც შეიძლება ველოდეთ. ოღონდ მანამდე შეგახსენებთ, რომ თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, გიჩვენოთ გამოიწეროთ ჩემი არხი და აჭიროთ ზარის ღილაკს, რომ არ გამოტოვოთ დროულად, ასე ვთქვათ, მოგივიდეთ შეტყობინება და ქრონოლოგიურად მიყვეთ ხოლმე ჩემს ვიდეოებს. მათ ასე დავიწყეთ გასული ივენთით, გასულ შაბათ კვირას, უბრალოდ შაბათს ლონდონმა უმასპინძლა, მოგეხსენებათ. ივენთს და, გარკვეულწილად, მთლიანობაში ალბათ ცოტა გაგვაწმილა ივენთმა, ბრძოლების სანახაობრივობის კუთხით ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. ვინაიდან იყო ძალიან ბევრი ბრძოლა, სადაც, ცოტა გვიან რო ყოფილიყო ალბათ ეს ივენთი ჩანიშული, სტანდარტულად როგორც არის ხოლმე UFC-ის ივენთები, ალბათ ჩაგვეძინებოდა. თუმცა, ხო, ეს გარკვეულწილად ხუმრობით, მოდი მივყვეთ, რა იყო საინტერესო და გავისაუბროთ ის ბრძოლები, რაზეც ვისაუბრეთ ივენთის წინ და შევადაროთ ისე განვითარდა თუ არა როგორც იყო მოლოდინი. მათ ასე პრინციპში პრელიმ ქარტში, ანუ წინასწარ ქარტში დიდი ბევრი ბრძოლაზე არ გვისაუბრია. ხაზი გაუსვით, რომ მარიო პინტო ხდებოდა ასე short notice-ზე ჩვენთვის უცნობ ფელიპე ფრანკოს, რომელზეც აფე არ ვიცოდით, შესაბამისად დიდად პროგნოზებისგან თავი შევიკავეთ. უბრალოდ ვიფიქრეთ, რომ ორივეს ვინაიდან საკმაოდ ბევრი ფინიში აქვს და ვადამდელი გამარჯვება აქვს საკმაოდ ბევრი კარიერაში, თან მძიმე წონოსნები არიან, ვივარაუდეთ, რომ შესაძლოა ან ნოკაუტი გვეხილა, რამე ამდაგვარი. თუმცა ძალიან გაგვიწმილა იმედები ამ ბრძოლამ დამეთანხმებით ალბათ და განსაკუთრებით გაგვიწმილა იმედები მარიო პინტომ, ვინაიდან ფელიპე ფრანკო, მისი მეტოქე, ვინც ნახა ეს ბრძოლა დამეთანხმება, რომ ფაქტიურად ჯერთი დავიწყოთ იმით, რომ საერთოდ არ არის მძიმე წონოსანი, არ აღმოჩნდა მძიმე წონოსანი პირიქით. ქვემ მძიმე წონოსანია ეს მებრძოლი. თვალშეშ მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი მებრძოლია, ეხლა მან გარკვეულწილად ყველაფერი ვერ გამოავლინა, თავის შესაძლებლობები ვერ გამოავლინა სრულყოფილად, მაგრამ ვფიქრობ, კარგი მებრძოლია, ოღონდ რა თქმა უნდა უნდა გამოდიოდეს ქვემ მძიმე წონაში მას არაფერი არ ესაქმება. ამიტომ მასთან მაინდამაინც პრეტენზია არ გვექნება, იმიტომ რომ თან დებიუტანტი იყო, თან როგორც უკვე გითხარით, ბევრად პატარა გაბარიტებით და გარკვეულწილად რაც გააკეთა იმისთვისაც შექების ღირსია თან გვიანი შეტყობინებით მოხდა ამ ბრძოლაზე. მარიო პინტო მართლა ძალიან გაგვაწმილა, იმიტომ რომ ამხელა უპირატესობა ჰქონდა გაბარიტებში, პლუს ფავორიტიც იყო, მას უფრო მართებდა აქტივობა და ძალიან პრაგმატულზეც არ არის საქმე. საკმაოდ პრაგმატულიც შეიძლება ზოგჯერ პრაგმატული იყო, მაგრამ მაშინ დამაჯერებლად მოიგო. მე ვფიქრობ, რომ არც დამაჯერებელი არ იყო მარიო პინტო. ის კი არა, ეპიზოდებში მე ფელიპე ფრანკო უფრო მომწონდა, რო არ მოგატყუოთ. ბრძოლა გადაწყვეტილებით მარიო პინტომ მოიგო, მე არ ვამბობ, რომ მოპარეს ფრანკოს, უბრალოდ არ იყო დამაჯერებელი მარიო პინტოს გამოსვლა და სიმართლე გითხრათ ამ პროსპექტს, როგორც მას მოიხსენიებენ, ცოტა მეტი იმედები გვქონდა. ნახოთ, შეიძლება მომდევნო ბრძოლებში გამოასწოროს ეს და შეიძლება რაღაცა მიზეზი ჰქონდა მის ამ უფერულ გამოსვლას. მომდევნო ბრძოლამ პრინციპში არ გაგვიწმილა იმედები იმ კუთხით, რომ ნათანიელ ვუდმა მართლა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია ლოსენი კეიტას. ვისაუბრეთ ამ ბრძოლაზე, რომ აუცილებლად კეიტა იქნებოდა ფავორიტი. მეც კეიტა, მაინც უფრო კეიტა დავასახელე ფავორიტად, მცირე ფავორიტად, მაგრამ დავასახელე მაინც კეიტა. თუმცა იქვე ვისაუბრე იმაზე, რომ კეიტას არ უნდა ქონდეს იმის იმედი, რომ ადვილად დააფინიშებს, პირველივე რაუნდში დააფინიშებს ნათანიელ ვუდს, პირიქით, დიდი ალბათობით გაიჭიმებოდა ბრძოლა და უფრო გადაწყვეტილებამდე მისულ ბრძოლაში ვფიქრობდი, რომ მაინც თავისი გაბარიტების, წნეხის, ფიზიკურობის ხარჯზე უფრო კეიტა გადაწყვეტილებით მოგებას წაიღებდა. ვერ გამოვიცანით, პრინციპში, უბრალოდ ერთმა მსაჯმა ის შედეგი, ესე ვთქვათ, დადო, რაც ჩვენ ვივარაუდეთ, თუმცა მხოლოდ ერთმა, დანარჩენმა ორმა გამარჯვება მიცა ნათანიელ ვუდს და მე მათ არ გავაკრიტიკებ პირიქით. მეც ვთვლი, რომ ნათანიელ ვუდმა უფრო დაიმსახურა მოგება
იმ კუთხით რომ შეიძლება ხა ბრძოლაში შეიძლება დიდად ქულებით რო დავთვალოთ შეიძლება არ ძალიან თანაბარი ბრძოლა იყო ერთი სიტყვით. უბრალოდ ამ თანაბარ ბრძოლაში შექებას თუ ვინმე იმსახურებდა ნათანიელ ვუდი და კრიტიკას თუ ვინმე იმსახურებდა სწორედ ლოსენი კეიტა, ვინაიდან როდესაც ამ ხელა უპირატესობა და შეგახსენთ ლოსენი კეიტა საერთოდ კარიერა სულაც ქვესაშუალო წონაში დაიწყო და ჩამოსულები თუ ეს ქვემსუბუქში ზოგადად ჩამოსულია ის სუბუქიდან ძირითადად მაინც სუბუქ ზონაში გამოდიოდა და ნათანიელ ვუდი კი პირიქით სუპერ სუბუქ ზონაში გამოდიოდა თითქმის მთელი კარიერა და შემდეგ ავიდა ქვემსუბუქ ზონაში ანუ უზარმაზარი უპირატესობა ჰქონდა ლოსენი კეიტას გაბარიტებში პლუს ხა ვიცით მისი უნარები და ვიცით რისთვის მოვიდა UFC-ში ლოსენი კეიტა ხო ის არ მოვიდა უბრალოდ UFC-ში რომ ამდენი ბრძოლა ჩაატაროს მასე ძალიან დიდი ავანსებია გაცემული და პლუს ამ ფიზიკაში ამ ხელა უპირატესობიდან გამომდინარე ნუ ბევრად უფრო მეტის გაკეთება მართებდა ლოსენი კეიტასთან ბრძოლის დროსაც გაუსვი ამას ხაზი რომ ნათანიელ ვუდს ბევრი არჩევანი არ ჰქონდა ის უპირატესობები რაც ჰქონდა ლოსენი კეიტას გაბარიტებში არ აძლევდა ნათანიელ ვუდს საშუალებას რომ ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ფანტაზია გამოეყენებინა იქ რაღაც გადაეხვია გეგმისგან პირიქით ის უნდა მიყოლოდა იმ გეგმას, რასაც მისდევდა და აი ძალიან დისციპლინირებულად, ასე ვთქვათ, ამ გეგმიდან არ უნდა გადაეხვია. თავის ლოსენი კეიტას როცა ამ ხელა უპირატესობები გაქვს და თუ რაღაცა ერთი კონკრეტული გეგმა არ გამოგდის, შეიძლება ბევრი რამე გამოიყენოს. შეძლო მას მაგალითად საერთოდ არ უსდე ჭიდაობა, როცა კი, ვუდიც მშვენივრად ჭიდაობს, მაგრამ ჭიდაობაში ვიცით რომ წონას და გავაკეთებს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო? ანუ ან აერია, ან ბევრი რაღაც შეეძლო შეეთავაზებინა მეტოქის ლოსენი კეიტას და არა ესე მიყოლოდა დინებას და აბა იქნებ საჯებმა მაინც ჩემი მხარე დაიჭირონ. მოკლედ, გასაგებია რომ იქ ფეხი დაუზიანდა ლოსენი კეიტას, მაგრამ ეს ფეხი დაუზიანდა შემთხვევით არ დაზიანებია ნათანიელ ვუდმა დაუზიანა ფეხი. ესეც ასე ვთქვათ მისი ცუდი პერფორმანსის, მისი გულისხმობ ლოსენი კეიტას ცუდი პერფორმანსის შედეგი იყო. მოკლედ, ასე იყო თუ ისე იყო, გაყოფილი გადაწყვეტილებით საჭირო უბრალესობამ, მოკლედ გამარჯვებულად გამოაცხადა ნათანიელ ვუდი და ალბათ სწორედაც მოიქცნენ. აი მომდევნო ბრძოლაზე მეისონ ჯონსსა და აქსელ სოლას გულისხმობ ჩვენ არ ვისაუბრია ვინაიდან აქსელ სოლა არ ვიცით ხო მე თქვი და თინა გამომდინარე თუ როდესაც მე ორივე მებრძოლს კარგად არ ვიცნობ პროგნოზებისგან თავს ვიკავებ იმიტომ რომ რაღაცა ცოტა ისე პასუხისგებლობით უდგები ამ საქმეს და შესაბამისად მებრძოლზე თუ არაფერი არ ვიცი იქ ინფორმაცია არ მაქვს ელემენტარული საჭირო ინფორმაცია იმისი რომ რაღაცა სწორი დასკვნები გამოვიდანო. თუმცა დიდად არც უნდოდა საერთოდ არც არაფერი არ უნდა გესაუბრა ამ ბრძოლაზე, ვინაიდან ამ ბრძოლაზე საერთოდ საუბარი არ არის. ამ ბრძოლას უნდა უყურო. იმიტომ ერთადერთი ნათელი წერტილი თუ, რა ვიცი, ნათელი გამოვლინება თუ ნათელი პერიოდი, რაც საერთოდ ლონდონის ამ ივენტმა გვაჩუქა, იყო სწორედ ეს ბრძოლა. სასწაული ბრძოლა იყო მეისონ ჯონსი, როგორც ყოველთვის, თავის სტიქიაში ნამდვილი მეომარი მის შესახებ ეს ვიცოდით, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, აქსელ სოლაც არ ყოფილა ნაკლები და წინვალე მებრძოლია აქსელ სოლაც. საბოლოო ჯამში უფრო გამოსილა მეისონ ჯონსმა დაამარცხა საკმაოდ დამაჯერებლად თლიანობაში, მაგრამ აი ბოლომდე იბრძოდა აქსელ სოლა და მე მაგალითად დიდი, ასე ვთქვათ, ინტერესით ველოდები აქსელ სოლას მომდევნო ბრძოლას, ну ისევე როგორც მეისონ ჯონსისას, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის. საერთოდ მეისონ ჯონსი ზოგადად მე ვფიქრობ, რომ იმაზე ბევრად უკეთესი მებრძოლია, ვიდრე მას სტატუსი აქვს ამჟამად და აი პირველად რომ მოვიდა ის UFC-ში, შეხსენებთ ის UFC-ში პირველი მოსვლის შემდეგ 4 ბრძოლა რო ჩაატარა, დატოვა UFC, დაბრუნდა Cage Warriors-ში და ახლა ხელმეორედ მოვიდა. ხო და აი პირველად რომ მოვიდა, თან მოვიდა Cage Warriors-ის 2 წონის ჩემპიონი. ძალიან საბოლოო ჯამში ცუდი შედეგი დატოვა. მხოლოდ ერთი მოგება, 2 მარტსი, ერთი გაუქმებული ბრძოლა, შემდეგ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დატოვა ორგანიზაცია, დაბრუნდა თავის Cage Warriors-ში და ხელახლა მოbrunდა UFC-ში. აი მოbrunების შემდეგ უწყინვალედ გამოიყურება, მესამე ბრძოლა მოიგო. უკვე თან როგორც წესი ყველა ბრძოლაში ბონუსი იღებს და ამ ბრძოლამაც რა თქმა უნდა დაიმსახურა საღამოს ბრძოლის ბონუსი, ну აქ რთული არ იყო ამ ივენტზე ზოგადად საღამოს ბრძოლა გამختارიყო რომელიმე ბრძოლა, უბრალოდ ეს ბრძოლა მართლა ნებისმიერ ივენტს დაამშვენებდა.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მეისონ ჯონსმა გაიმარჯვა ძალიან ისეთ სანახაობრივ და ესეთ უკომპრომისო ბრძოლაში, სისხლიან ბრძოლაში. მომდევნო ბრძოლა იყო კურტის კემბელსა და დენის სილვას შორის ამ ბრძოლაზე ვისაუბრეთ და აქ გამოვთქვით მოსაზრება რომ კურტის კემბელი შეიძლება ბევრმა დააფიქსიროს ფავორიტად, მაგრამ მასე მარტივად არ არის საქმე თქო და ახსენით რატომაც დენის სილვას დაფინიშება ზოგადად არის ძალიან რთული, არის ძალიან უტეხი მებრძოლი და როგორც წესი მისი ბრძოლები არათუ დაფინიშება ზოგადადაც ისედაც დენის სილვას დიდი უპირატესობით რო ზლიო ესეც არავის არ გაუკეთებია პრინციპში კი ვალეხოსთან დამარცხდა ის და პრინციპში ის ბრძოლა მართლა ვალეხოსმა მოიგო გადაწყვეტილებით იქ არავის არ მოუპარია არაფერი მაგრამ იქაც საკმაოდ კარგი იყო დენის სილვა ნუ ამის გარდა კიდევ ერთი მარცხი აქვს დენის სილვას ის საერთოდ გაყოფილი გადაწყვეტილებით და UFC-ში მისმა ბრძოლებმა ხა ბევრი ბრძოლა არ ქონია 4 ბრძოლა ქონდა მაგრამ გვაჩვენა რომ ძალიან მეომარი ბიჭია და იქიდან გამომდინარე რომ კურტის კემბელი მაინც ძალიან ნიჭიერი მებრძოლია აშკარაა მაგრამ მოდი ვთქვათ პირდაპირ რომ მაინც ცოტა არ იყოს და გამოუცდელია 23 წლის არის შეგახსენეთ კურტის კემბელი ვივარაუდეთ რომ ძალიან სერიოზულ გამოცდას მოუწყოდა მას დენის სილვა და არც ის იყო გამორიცხული რომ ვერ ჩაებარებინა ეს გამოცდა კურტის კემბელს და მართლაც ასე მოხდა საბოლოო ჯამში მეორე რაუნდში ტექტიკური ნოკაუტით დენის სილვამ ზლია ახალგაზრდა ნიჭიერ ინგლისელ მებრძოლს პირველი მარცხი მიწვია კარიერაში კემბელმა მაგრამ არ აუშავს ამ მებრძოლსაც ყველაფერი წინა აქვს ცოტა წამოიზრდება ცოტა გამოცდილებაც მოიმატება და ვფიქრობ დაგვიბრუნდება კიდევ უფრო ძლიერი აი დენის სილვას კი ველოდებით როდის ჩაენიშნება და ვინ ჩაენიშნებას მომდევნო მეტოქეთ მართლა ძალიან კარგი მებრძოლია დენის სილვა ეს უკვე გადავედით შეგახსენებთ დენის სილვასა და კურტის კემბელს შორის ბრძოლა იყო მთავარი ქარდის ბრძოლა და მეორე ბრძოლა მთავარ ქარდზე ქონდა რომან დოლიძესა და კრისტიან ლეროი დანკანს შორის სადაც ასევე გამართლა ჩემი პროგნოზი სამწუხაროდ გამართლა მცირე ფავორიტად დავასახელი კრისტიან ლეროი დანკანი მაგრამ აქვე მინდა ვთქვა რომ ზოგადად მთლიანობაში რომან დოლიძე მე ამ ბრძოლაში არ მომეწონა ვერ ვიტყვი საკმაოდ კარგი იყო რომან დოლიძე იმის გათვალისწინებით მით უმეტეს ამაზე ვისაუბრეთ წინა ვიდეოში რომ სტილისტურად იყო რომანისთვის ძალიან უხერხული მეტოქე აი ასეთი უნარების მებრძოლებთან რომანს გაუჭირდება თან რაც დრო გადის მით უმეტეს იმიტომ რომ ასაკის მატებასთან ერთად აი ეს ფაქტორები რომ ასეთ დამაზიანებელ მებრძოლებთან შეიძლება მალე მიიღოს ზიანი ეს ფაქტორები მატულობს და ზოგადად ისედაც ასეთი სტილის მებრძოლები არასოდეს არ იყო რომანისთვის კარგი და ხელსაყრელი მაგრამ ნუ რაც დრო გავა მით უმეტეს თუმცა შეგახსენებთ რომ ბრძოლა მთლიანობაში მაინც გამოვიდა ძალიან კონკურენტული და ძალიან ახლო და თუ გახსოვთ ვისაც არ უნახავს შეუძლია ნახოს ჩემი წინა ვიდეო სადაც ვისაუბრეთ და მე ვურჩიე რომაც ვურჩიე ეთერში რა თქმა უნდა პირადად რომთან არ მისაუბრია ბუნებრივია რომ ცოტა განსხვავებულად ებრძოლა კრისტიან ლეროი დანკანთან უფრო ძირითადად შეეცადა რომ დისტანციიდან ემუშავა ბევრი ემუშავა ქიქებითაც და განსაკუთრებით დისტანციიდან და თუ ჩახურავდა და როგორც კი ჩახურავდა კრისტიან ლეროი დანკანი დისტანციას მაშინვე ასე ვთქვათ პირდაპირ ფაქტობრივად კლინჩის თავიდან აცილებით გადასულიყო მიწაზე ეცადა გადაეყვანა ბრძოლა მიწაზე პრინციპში ამ მეთოდმა გაამართლა იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ ვერცეთ რაუნდში ვერ ვიტყვით რომ აი ძალიან დაიჩაგრა რომანიო ის კი რა პირიქით თუ ვინმე დაჩაგრა რომელიმე რაუნდში ჩემი აზრით პირიქით რომანმა დაჩაგრა მესამე რაუნდში კრისტიან ლეროი დანკანმა პირველი ორი რაუნდი კი შეიძლება დანკანმა წაიღო ნუ მეორე ნამდვილად წაიღო შეიძლება პირველიც მაგრამ ყოველთვის დაჩაგრაო რომანი მაგას ნამდვილად ვერ ვიტყვით და ამის მიზეზი ზუსტად ის იყო რომ სადაც უყვარს კრისტიან ლეროი დანკანს ჩხუბი და უყვარს მას ჩხუბი განსაკუთრებით კლინჩი ამაზე ვისაუბრეთ რომ თითქმის ყველა ნოკაუტი მასა კლინჩიდან აღებული და სხვა ბრძოლებიც რაც გადაწყვეტილებით მოიგო იქაც მეტოქეებს ძირითადად კლინჩის ემდა ძირითადად იდაყვებით აქ იმის საშუალებას რომანი არ აძლევდა როგორც კი ჩაიხურებოდა დისტანცია რომანი მაშინვე ვერ ვიტყვით რომ ძალიან იდეალურად და კარგად მაგრამ მაშინვე ასე ვთქვათ მიყავდა ბრძოლა პირდაპირ მიწაზე და ამ მიწაზე გადაყვანა ძალიან გაურბოდა კრისტიან ლეროი დანკანი ზოგადად ეს უკვე ახალი არ არის რომან დოლიძესთან ყველა გაიგო რომ მიწაზე მასთან საერთოდ არ უნდა მოხდნენ ჯობია საერთოდ აერიდონ მიწაზე ამიტომ
პირდაპირ გველნაკბენივით რო იტყვიან, ესე გახტებოდა ხოლმე კრისტიან ლეროი დანკანი, როგორც კი იგზნობდა რომ იმის საფრთხე იყო რომ მიწაზე გადასულიყო ბრძოლა. ნუ სამწუხაროდ ამ მიწაზე გადაყენებს ვერ ვიტყვი რომ ყოველთვის იდეალურად აკეთებდა რომანიო, ნუ ყველა ჯერზე არ გამოდიოდა კი არა და მოდი პირდაპირ ვთქვათ, უმეტესად არ გამოდიოდა და ერთადერთი რაც ახერხებდა ის იყო რომ ისე მოცილდებოდა ხოლმე მას კრისტიან ლეროი დანკანი, მაგრამ აქედან გამომდინარე პრინციპში ვერ ვიტყვით რომ ძალიან შტამბეშტავი იყო რომელიმე რაუნდში რომანი, მაგრამ გარდა მესამე რაუნდი რომანმა მოიგო პირწმინდად. რაც შეეხება შედეგებს, რამდენად უბრალოდ შედეგს, რამდენად სამართლიანი იყო და რამდენად ვეთანხმები საჯებს, იცით რა? ამ ივენთის შემდეგ ვისაუბრეთ მეგობრებთან ერთად და პრინციპში ყველა ერთ რამეზე ვთანხმდებოდით, რომ ეს იყო ისეთი ახლო ბრძოლა, რომ რომელი მიმართულებითაც არ უნდა გადაეწყვიტათ საჯებს, აი ვერ ვიტყოდით რომ აი აშკარად მოიპარეს საჯებმაო. უბრალოდ მე ჩემი მხრიდან ერთს ვიტყოდი რომ ეს ბრძოლა რო ჩატარებული იყო არა ლონდონში და არა ინგლისში საერთოდ, მაგალითად ნეიტრალურ ადგილზე ან ამერიკის შეერთებულ შტატებში ან სხვაგან ოღონდ არა ინგლისში ფიქრობ რომ როგორც მინიმუმ გასპლიტდებოდა, ანუ სპლიტით თუ მოიგებდა კრისტიან დანკანი მოიგებდა სპლიტით. არც ის იყო გამორიცხული რომანისთვის მიეცათ მოგება. კიდევ ერთხელ მე არ ვამბობ რომ რომანა მოიგო და მოპარეს, შეიძლება წააგო, მაგრამ კიდევ ერთხელ გამეორებ, ძალიან ახლო ბრძოლა იყო და ზოგადად, ნუ სამწუხაროდ ამაზე ხშირად ვისაუბრია. თანამედროვე MMA-ში შეფასების სისტემები ისეთი აბსურდულია, რომ რაც უფრო ახლოა ბრძოლა და მთელი ბრძოლა თუ ახლო ბრძოლა მიმდინარეობს, მთელი ბრძოლის განმავლობაში თუ ახლო ჩხუბია, შეუძლებელია ფიზიკურად ფრედაფიქსიდეს. არითმეტიკულად არის შეუძლებელი, თუ რომელიმე მებრძოლს ქულა არ დააკლეს და იმისთვის რომ ასე ვთქვათ, ქულის დაკლების გარეშე დაჯდეს ფრე, მაშინ ერთ-ერთ რაუნდში უნდა გადაუაროს ერთმა მებრძოლმა მეორე მიწასთან გაასწოროს და ეს უკვე თვითონ ფრეს მეთანხმებით ალბათ რომ აბსურდულს, მაშინ რატო აფრე, ხო? თუმცა, ნუ რა წესებიც გვაქვს, ეს გვაქვს და ამიტომ ასეთ ბრძოლებში უბრალოდ ფრე ვერ ფიქსირდება. შესაძლოა ოდნავ უკეთესი მოიჩვენა და შესაძლოა იყო კიდეც კრისტიან ლეროი დანკანი, თუმცა მე კიდევ ერთხელ გამეორებ, მე ვერ ვიტყვი რომ რომანი ცუდი იყო ამ ბრძოლაში, პირიქით მე კარგი ბრძოლა არ ქონდა ცუდი ბრძოლა რომანს მოკლედ. გადავედით შემდეგ ბრძოლაზე. ხო, შემდეგ ბრძოლა იყო პოლონელ, ახალგაზრდა პოლონელ ივო ბარანიევსკისა და ოსტინ ლეინს შორის. მინდა შეგახსენოთ ბარანიევსკის ასაკი, 27 წლის დაუმარცხებელი პოლონელი. ნუ აქ პრინციპში აქაც გამოვიცანით, ივო ბარანიევსკი იყო ფავორიტი, არა მარტო ჩვენი ზოგადად ბუნებრივია ყველასთვის. და მიზეზი ის არის, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ოსტინ ლეინი ზოგადად ძალიან კარგად ითიშება. და ლამაზად და ამ ხრივ ძალიან კაი ჰაილაიტებს დებს და ასეთი ფინიშერი, ასეთი ნოკაუტორი როგორც ივო ბარანიევსკია, ნამდვილად შესაძლებელი იყო რომ მასაც გაეთიშა ოსტინ ლეინი, თუმცა ნუ იყო იქ საფრთხეები, ვინაიდან ბევრად უფრო მაღალი და გრძელი იყო ოსტინ ლეინი ვიდრე ბარანიევსკი. მაგრამ მთლიანობაში რა თქმა უნდა მეტი შანსი მოგებისა იყო პოლონელის მხარეს და ასეც მოხდა ძალიან სწრაფად, თან მინდა გითხრათ რომ ანტირეკორდი თუ რეკორდი არ ვიცი რა დავარქვა, მოკლედ ოსტინ ლეინი ხშირად გათიშულა მალე, ხშირად გათიშულა პირველ რაუნდში, მაგრამ რეკორდი მოხსნა ასეა, მალე ჯერ არ გათიშულა, ასე ვთქვათ, ყველაზე მალე ოსტინ ლეინი აქამდე გათიშული იყო სადღაც 50 წამზე, თუ სწორად მახსოვს. ახლა ვიგეთყვით. 31 წამზე. და კი ბატონო, და ახლა გაითიშა, იქამდე 50 წამზეც იყო გათიშული, 31 წამზეც და ახლა გაითიშა 21 წამზე, ანუ რეკორდი მოხსნა ოსტინ ლეინმა, რომელიც ზედიზედ ბრძოლებში აგებს და აგებს თან როგორც წესი ფინიშით. მომდევნო ბრძოლა იყო მაიკლ ვენომ პეიჯსა და სემ პეტერსს შორის. ამ ბრძოლის შედეგი ვერ გამოვიცანით. მე მეგონა რომ სემ პეტერსენი შეძლებდა უკვე ასაკში შესული, ბევრად შენელებული და ბევრად ასე ვთქვათ ნოკაუტის უნარ დაქვეითებული, თუ შეიძლება ასეთი სიტყვა მოვიფიქროთ ვენომ პეიჯის დამარცხებას, მაგრამ
ის რაც ვნახეთ, ნუ ეს ყველანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. საერთოდ ვნახეთ ბრძოლა, რომელიც ყველამ უნდა დავივიწყოთ. არ არის საქმე იმაში, ვინ მოიგო, ვინ წააგო, უბრალოდ მე სხვაშიც გამახსენდა ესეთი ფილმი ჩარლი ჩაპლინის მონაწილეობით. თუ სწორად მახსოვს ეს ეპიზოდი, რასაც მე გულისხმობ, იყო დიდი ქალაქის ჩირაღდნები არის ესეთი ცნობილი ფილმი ჩარლი ჩაპლინის. შეიძლება ვცდები და სხვა ფილმში ეს ეპიზოდი კრივი სცენაა და კრივი სცენები ჩაპლინის ბევრ ფილმში ხდება. შავთეთ მუნჯურ ფილმებზე საუბარი, უხმო ფილმებზე საუბარი. სადაც ჩარლი ჩაპლინი და მეტოქე, ჩარლი ჩაპლინი გადის რინგზე, იმიტომ რომ ფული ასე ვთქვათ, გამოიმუშაოს, ხდება გამოსწილ მოკრივეს და იმისთვის რომ მინიმალური ზიანი მიიღოს, ზიანი არ მიიღოს, საერთოდ ეს დახტის, არც ურტყავს, მეტოქე დაყვება, არც ის არ იქნევს ხელებს და ცოტა ის სასაცილო მუსიკის ფონზე ძალიან სასაცილო ეპიზოდია, დახტიან ესე მებრძოლები, ისე რომ ხელებს არ იქნევენ. რა ვიცი, ლამის პირველი ორი კი არა, პრინციპში პირველი სამივე რაუნდი პრინციპში იყო აი ესეთი რაღაცა ჩაპლინის ფილმის რეტროსპექტივა. თან ამაში პირველ რიგში დანაშავე არის სემ პეტერსენი, ვინაიდან პეიჯის სტილი ვიცით, ვენომის ზოგადად ირჩევს მეორე ნომერს და ელოდება, როდის მივა მისკენ მებრძოლი. სემ პეტერსონი ცოცხალითაც არ მიდიოდა მისკენ და საერთოდ პირველად ნახე, რომ ვენომ პეიჯი მისდევდა საერთოდ მებრძოლს. სხვა საქმეა, რომ ისიც ხელებს ბევრს არ იქნევდა. მოლედ მე არ ვიცი ეს რა ვნახე, დადავარქვა ამ ბრძოლას და ზოგადად ასეთი რამე მე MMA-ში არ მინახავს. მესმის რომ შეიძლება რაღაცა რიდი იყოს, რაღაც პატივისცემა იყოს, რაღაც შიში იყოს, მაგრამ აქამდე მეგონა რომ მებრძოლებს ასე ვთქვათ კივილის და დარტყმის შიში არ ქონდათ, მაგრამ რაც სემ პეტერსონში დავინახე, ეს იყო უბრალოდ ჩვეულებრივად შიში, ვაიმე არ დამარტყას. ხო და ნუ ადამიანურად ესეც შემიძლია გავიგო, რომ კი შეიძლება რომ ამ ვენომ პეიჯის მიმართ აქვს ადამიანს შიში, მაგრამ მაშინ რატო იღებ ამ ბრძოლას? ხო, მოგეთ არ ვიცი, რაღაც ძალიან ცუდი სანახაობა შემოგთავაზეს და მე რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვიყო, ორივეს თუ არა სემ პეტერსენს მაინც პირდაპირ გავუშვებდი ორგანიზაციიდან. იმიტომ რომ არ ვიცი, ეს საშინელი სანახაობა ვნახეთ უბრალოდ. აღარ მინდა ამ ბრძოლაზე მეტი ვისაუბრო. დაგვრჩა ორი ბრძოლა, კომეინი თანათავარი ბრძოლა, სადაც ლუკ რაილი ახალგაზრდა ინგლისელი მებრძოლი ხდებოდა მაიკლ ასველს და პრინციპში აქაც გამოვიცანით, ან გამოვიცანით არა მარტო შედეგი, არამედ ის თუ არა მარტო გამარჯვებული, არამედ ის თუ როგორ დასრულდებოდა ბრძოლა. ლუკ რაილისგან შეიძლება ბევრი ელოდა ფინიშს, იმიტომ ძალიან ისეთი კარგი ნოკაუტორია, მაგრამ თქვი ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ მაიკლ ასველის დაფინიშება ზოგადად ძალიან რთულია და არ თუ რთულია აქამდე არავის არ დაუფინიშებია და ძნელად სავარაუდოა რომ ლუკ რაილის გაეთიშა ასველი, თუმცა გადაწყვეტილებამდე მაინც ისევ და ისევ აქტიურობის წინსვლის ხარჯზე მაინც ესეთი პროგნოზი გქონდა, რომ მაინც ლუკ რაილი გაიმარჯვება და პრინციპში ასეც მოხდა, ლუკ რაილიმ გაიმარჯვა გადაწყვეტილებით, მე-13 გამარჯვება მოიპოვა დაუმარცხებელმა ინგლისელმა და ვნახოთ იმედია უკვე ასე ვთქვათ ნომრიან მებრძოლს შეახვედრებენ, თუმცა შეიძლება ჯერ არ შეახვედრონ, ქვემს ბუქის წონაა და აქ საკმაოდ დიდი კონკურენცია. მეორე ბრძოლა მოიგოს სულ რაილიმ UFC-ში და შესაძლოა ჯერ რეიტინგული მეტოქე ადრეც იყო მისთვის, თუმცა ამაზე იზრუნონ UFC-ს ორგანიზატორებმა და მატჩმეიკერებმა და მთავარი ბრძოლა მოსარებლოები ლერონ მერფი. აქაც პრინციპში ვივარაუდეთ, რომ უფრო მეტი ალბათობით შედგებოდა გადაწყვეტილება მსაჯების და უფრო მეტი ალბათობით გაიმარჯვებდა მოსარებლოები და ასეც მოხდა პრინციპში, თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ ჯერ ერთი ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა მიდის ამ ბრძოლაზე, ბევრი თვლის რომ უფრო ლოგიკური იყო ფრე, ვინაიდან პირველი რაუნდი შეიძლებოდა პირველი რაუნდის მიცემა მერფისთვის და ამ შემთხვევაში ნამდვილად ფრე გამოდიოდა, ვინაიდან შეგახსენეთ რომ მოსარებლოებს დააკლეს ქულა და თუ პირველ რაუნდსაც ლერონ მერფის მიცემდნენ, მაშინ გამოდიოდა ფრე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მერფი არ იმსახურებდა გამარჯვებას. ჯერ ერთი, იმიტომ რომ ის ქულა რაც დააკლეს მოსარებლოებს, მე ვფიქრობ, რომ უსამართლოდ დააკლეს. ასე კი, ორჯერ იყო იქ წელსქვემოთ მოხვედრა დაფიქსირებული, მაგრამ
ჯერ პირველი მოხვედა ძალიან ისეთი იყო, ან მოხდა ან არა საერთოდ და მეორე კი ბატონო, ძალიან წკინვალ ადგილას მოხდა, მაგრამ მეორეც იყო ძალიან ერთი რო შემთხვევით და მეორე გარკვეულწილად იქ თლათ მოვსარის ბრალი არ იყო, იმიტომ რომ დარტყმის მომენტში მერფიმაც შეიცვალა პოზიცია, ასე რომ ეს არ იყო, ასე ვთქვათ, მოვსარევლოევის არასწორი მოქმედების შედეგად. ეს არალეგალური დარტყმა და ისედაც ასეთ ორ წესქვემოთ დარტყმაზე, ასეთ მე ხაზს უსვევ, იმიტომ რომ ეს არ იყო სუფთად წესქვემოთ დარტყმა, ასე ვთქვათ, როგორც წესი არ აძლევენ გაფრთხილებას, მაგრამ მოვსარევლოებს მიცა მარკ გოდარდმა გაფრთხილება, ცალკე თემაა, რომ გოდარდი ინგლისელია და მან ცალკე კიდე რაღაცა კუდების მობმა გამოიწვია, თუმცა ამას დავანებოთავი, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში არ იყო გასაფრთხილებელი მოვსარევლოები, მაგრამ ისედაც გააფრთხილებით თუ არ გააფრთხილებით, მე ობიექტურად ვთვლი, რომ მოვსარევმა მართლა მოიგო ბრძოლა, ვინაიდან პირველი ბრძოლა მაინც უფრო მოვსარისკენ იყო. თუმცა აქ მე გამიჩნდა ერთი კითხვის ნიშანი, ზოგადად ეს მოვსარის წყევლა თუ რა არის, არ ვიცი, რომ როგორც წესი მისი გამარჯვებები ან გაყოფილი გადაწყვეტილებებით არის, ან ძალიან ახლოა, ან შეიძლება არ იყოს გაყოფილი, მაგრამ სინამდვილეში გაყოფილი რომ უნდა ყოფილიყო ისეთია. ეს ბრძოლა საბოლოო ჯამში მე სიმართლე გითხრათ, მეგონა რომ კი, ასე ვთქვათ, ვივარაუდე მოვსარის გამარჯვება გადაწყვეტილებით, მაგრამ უფრო დამაჯერებელ გამარჯვებას ველოდებოდი. და აქ ერთ რაღაცას მინდა მივაქციოთ ყურადღება. თუ სწორად მახსოვს მესამე რაუნდში ლერონ მერფიმ მიიღო ტრავმა. შეგახსენებთ როგორ განვითარდა მოვლენები ამ ბრძოლაში. პირველი რაუნდი მცირე უპირატესობა ჩემი აზრისთაც და მსაჯების აზრისთაც ჰქონდა მოვსარევლოებს პირველ რაუნდში. მეორე რაუნდი პირწმინდად მოიგო ლერონ მერფიმ. აი მესამე რაუნდში მოხდა ის ტრავმა. ლერონ მერფის მიიღო ის ტრავმა, რადგან ვისაუბრეთ და მესამე, მეოთხე, მეხუთე რაუნდი შესაბამისად წაიღო ევლოევმა, თუმცა ერთ რაუნდში ქულა დააკლეს და შესაბამისად ერთი ქულა გამოაკდა. ანუ ბოლო სამი რაუნდიდან ერთში ფრე იყო, იქიდან გამომდინარე რომ ქულა დააკლეს. რისი თქმა მინდა, რა დავიწყეს ქრონოლოგია. შესაძლოა ეს ტრავმა რო არ მიიღო ლერონ მერფის, სულაც აი ეს პირველი რაუნდის შემდეგ ბევრად გაუმჯობესებელი მეორე რაუნდი და თან როგორ არის ის პირველი რაუნდი დაუშვათ მის მოიგო ევლოევმა, ხო? აი მეორე რაუნდი ლერონ მერფიმ ბევრად უფრო დამაჯერებლად მოიგო ვიდრე პირველი მოვსარმა. ანუ ფაქტიურად დინამიკა ბრძოლის ესე წარიმართა რომ პირველი მეორე რაუნდს თუ განვიხილავთ, დაიწყო თითქოს კარგად მოვსარმა, მაგრამ მოვსარი ნენელა ფუჭდებოდა და ლერონ მერფი უმჯობესდებოდა. ამიტომ კი ძალიან მეც თვითონაც არ მივყვარს ეს საუბარი რა იქნებოდა ეს რომ არ მოხდარიყო ტრავმა რო არ მიიღო, მაგრამ ფაქტია რომ რაღაცა აღმავლობის ის ქონდა ბრძოლის მსვლელობაში ლერონ მერფის როცა მიიღო ის ტრავმა და ტრავმა შეგახსენებთ ეს არ არის ეს განსხვავდება იმ ტრავმისგან რომელიც მე ვახსენე დღევანდელ ვიდეოში ნათანელ უდმა რომ მიაყენა ლოცენდი კეიტას. იქ მიზანმიმართული ლოუ-კიკით მიაყენა ტრავმა, ეს ტრავმა რომ მიიღო კეიტამ არის იმ შემთხვევაში ნათანელ უდის დამსახურება. აი აქ ეს ასეთი ტრავმა არ ყოფილა. ამ ტრავმის მიზეზი არ ყოფილა მოვსარევლოები. შეგახსენებთ, შემდეგ აჩვენეს გამეორებაზე, დინამიკაში ვერ მივხვდი როდის მიიღო ტრავმა, მაგრამ შემდეგ აჩვენეს გამეორებაში, რომ spinning back elbows დარტყმას ცადა ლერონ მერფიმ და უბრალოდ თვითონ ტრიალი გააკეთა ზედმეტად. არ ვიცი, შეიძლება სხეული არ ქონდა მზად თუ არ ვიცი, მოკლედ იქ რა მოხდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოვსარს არც დაურწყავს, არც წაუქცევია არაფერი. თვითონ ტრიალისას, მკვეთრი ტრიალისას თეძოს არეში რაღაცა, არ ვიცი, მყესი იოგი თუ რაღაც დაიზიანა. ლერონ მერფიმ, ასე რომ ეს მისი ტრავმა არ იყო მოვსარის მოქმედების შედეგი. შესაბამისად, აქ სუფთა იღბალზე შეიძლება საუბარი. ამიტომ მე კიდევ ერთხელ უბრალოდ კითხვა გამიჩნდა. უკვე შემდეგ უკვე სხვა ბრძოლის ბრძოლო გავაანალიზე, რაც მოხდა, რომ შესაძლოა სულაც ეს ტრავმა რო არ მიიღო ლერონ მერფის, შესაძლოა სულაც მოიგო მერფის ბრძოლა. მოკლედ, ასე თუ ისია, ყოველ შემთხვევაში მოვსარ ევლოევის პერფორმანსმა მე პირადად დამიტოვა გარკვეული კითხვის ნიშნები. მე ვფიქრობ, რომ მოვსარ ევლოევს ლერონ მერფი უნდა დაემარცხებინა ბევრად უფრო დამაჯერებლად და ამ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ გამეორებ, შეიძლება დაგჩვენოს დაბეჭდება, რომ არა ის შემთხვევითი ტრავმა, მერფის ის შემთხვევითი ტრავმა შეიძლება სულაც ვერ მოიგო ევლოევს. ახლა რატომ თვლი, რომ ლერონ მერფი უნდა დაემარცხებინა მოვსარ ევლოევს? იმიტომ ვთვლი, რომ ზოგადად ლერონ მერფი ცოტა გაბერილი პროსპექტი მგონია, ხელოვნურად გაბერილი. ჩემი პირადი აზრით, ყოველ შემთხვევაში ხა მე გავხსენი ქვე მსუბუქი წონის რეიტინგი
ლერონ მერფი არის ამჟამად მესამე ნომერი, აი ტოპ 10-ის რამოდენიმე მებრძოლს ჩამოვთვლით, რამოდენიმე თითქმის ყველას და თავად მათ შორის ძირითადად მათ ვინც ლერონ მერფის ქვემოთ არის და ჩემი პირადი აზრით ეს მებრძოლები ლერონ მერფის ჯობიან. ჩემი აზრით ლერონ მერფის ჯობია იაირ როდრიგესი, ჯობია ალჯო სტერლინგი, ჯობია ჟინ სილვა, ჯობია იუსუფ ზალალი. შეიძლება იქ ალენი და ის სიტუაციას ჯობდნენ, მაგრამ კაკ დავანებოთ. მე ხა ჩამოთვალე მე-4, მე-5, მე-6, მე-7 ნომრები. ნუ მის ზემოთ დიეგო ლოპეზი აღარ მაქვს საუბარი, დიეგო ლოპეზი ბევრად ჯობია. მოვსარი ჯობია კიდეც და მოუგო კიდეც, ხო? ასე რომ ლერონ მერფი თვითონ მიმაჩნია მე საკმაოდ გადაბერებულად საერთოდ აი ამ 7-8 მებრძოლში მე ვფიქრობ რომ ყველაზე სუსტი სწორედ მერფია და თუ მის კარიერასაც გადავხედავთ როგორ მოხდა მესამე ადგილზე შევამჩნევთ რომ იქ ძალიან უცნაურად მოხდა. უცნაურად რა, ზუსტად ვიცით რატომ მოხდა ჯოშემეტის დამარცხების შემდეგ, მაგრამ ჯოშემეტის გარდა აი რასაც ვქო ტოპ მებრძოლი ლერონ მერფის არ შეხვედრია. არონ პიკო რომელიც ტოპ მებრძოლი ბელატორშიც არისო, შეგახსენებთ. სწორედ არონ პიკოსთან გამარჯვებით მოიპოვა საერთოდ ლერონ მერფიმ სატიტულო ბრძოლა, ეს ცალკე სიგიჟია. მოკლედ, ნუ დანარჩენი თქვენთვის მომინდია, მე უბრალოდ ინფორმაცია მოგაწოდეთ ლერონ მერფიზე, შევეცადე გარკვეულწილად წარმოსახვაში ამეხსნა რატო ველოდი მოსარელოებისგან უფრო დამაჯერებელი პერფორმანს, რაც ვთვლი რომ მოსარმა ვერ შეასრულა, თუმცა გამარჯვება მოიპოვა და ვფიქრობ ამ ბრძოლით არა, მაგრამ ზოგადად აი თავის კარიერულად თელი UFC-ის კარიერას თუ გავითვალისწინებთ, ალბათ დაიმსახურა უკვე სატიტულო ბრძოლა და იმედია მისცემენ. აი ეს პრინციპში რაც შეიძლებოდა გვეთქვა გასულ ივენტზე, ლონდონის ივენტზე, რომელზეც საერთოდ ბევრი ვისაუბრე, და მთლიანობაში ივენტი ალბათ დამეთანხმებით ამდენს არ იმსახურებდა, თუმცა რაც იზავ, ჩვენი საქმეა მაინც მაქსიმალურად სიღრმეებში ჩავიდეთ. მოვჭით ამ ივენტზე საუბარს და მომდევნო ივენტზე გადავალთ, რომელიცაც უმასპინძლებს უკვე სიეტლი. გადავედით სიეტლში, ლონდონში ჩაგვეძინა, მაგრამ იმედია სიეტლში უძინარები ვიქნებით. ნუ იმედია ივენტი იქნება ისეთი, რომ ძილის საშუალებას არ მოგცემს. შეგახსენებთ, თავარი ბრძოლა ამ ივენტზე გვაქვს ისრაელ ადესანიასა და ჯო პაიფერს შორის, ანუ იზი ბრუნდება. ბრუნდება და ძალიან საინტერესოა როგორი ბრუნდება, იმიტომ რომ ადესანია არ გვინახავს კარგა ხანია, მოდი შევხედოთ როდის იბრძოლა ბოლოს. წელიწადზე მეტია, რაც მისი ბოლო ბრძოლა შედგა, ბოლო ბრძოლა მას შეასწავლეთ ჰქონდა ნასრუდინ ივავოვთან, სადაც დამარცხდა მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით. იქამდე სხვადასხვა კიდევ უფრო დიდი ხანი, იქამდე აგვისტოში ბრძოლა 2024 წლის აგვისტოში, სადაც წააგო ტრიკოს დუპლესისთან და იმის წინაც წააგო უკვე შონ სტრიკლენდთან, სადაც პრინციპში დათმო ჩემპიონის ტიტული. ანუ სამ მარცხენა სერიით არის ისრაელ ადესანია, ნუ ბუნებრივია მას სამ მარცხენა სერია იქ აქამდე არ ქონია, სამარცხიანი კი არა, ორმარცხიანიც არ ქონია და შეიძლება საუბარი იმაზე, რომ იზის აქვს გარკვეულწილად რეგრესი. თუმცა ადესანია იმდენად მაღალი დონის მებრძოლი იყო, რომ ეს რეგრესი, ასე ვთქვათ, რამდენად სერიოზულია და ეყოფა თუ არა ადესანიას რეგრესი ჯო პაიფერს მოგებისთვის, აი ეს არის მთავარი კითხვის ნიშანი. რომელიც ალბათ გაქვთ თქვენც, რაც შეეხება ჩემ მოსაზრებას, მოდი გავრისკავ და ვიტყვი, რომ ჩემი აზრით ჯო პაიფერმა უნდა გაიმარჯვოს. რა თქმა უნდა, დიდ ფავორიტად პაიფერის დასახელება არ შეიძლება იზისთან და გარკვეულწილად რისკავ ამ პროგნოზს რო ვაკეთებ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ერთხელ უკვე, ასე ვთქვათ, დამუხრუჭდა პაიფერი ამ თავის კარიერაში, როდესაც მისგან მოგებას ელოდნენ, ეს იყო ჯეკ ჰერმანსონთან, თუმცა ამის შემდეგ სამი მოგება აქვს, რა თქმა უნდა, ეს მოგებები არ აქვს ახლა ისრაელ ადესანიას დონის მეტოქებთან, თუმცა არც სულ მებრძოლებთან არ აქვს, მარკ ანდრე ბარიო, კევინ გასტელუმი და აბუს მაგომედოვი.
და ვფიქრობ, უფრო ჭიდაობის და წნეხის ხარჯზე და იმის ხარჯზე, რა თქმა უნდა, რაც თავარია, რომ ისრაელ ადესანიას აქვს რეგრესი, ვფიქრობ მოიგებს. ეს არ ნიშნავს, რომ ისრაელ ადესანიამ ეს საერთოდ ჩამოვწერე. ეს ადესანია ისე მოიგებს ბრძოლებს, ოღონდ იმ ბრძოლებს მოიგებს, ჩემი აზრით, სადაც რომლებშიც შეძლებს, ასე ვთქვათ, ბრძოლა წაიყვანოს იმ შინაარსით, რაც მას უყვარს. მაგალითად, შეძლოს მაგალითად სტრაიკერებთან თუნდაც. ან იმ მებრძოლებთან, რომელსაც ასეთი შემაწუხებელი და აგრესიული ჭიდაობა არ აქვს, რომელსაც გაუჭირდებათ მისი გადაყვანა მიზაზე. ჩემი აზრით, 5 რაუნდიან ბრძოლაში ჯო პაიფერი პირველ რაუნდში თუ არა, მეორე, მესამე რაუნდში მაინც უკვე შეძლებს მიზაზე გადაყვანას, სადაც უკვე მობერებულ ადესანიას ფიზიკურად ძალიან ძლიერი პაიფერი შეძლებს და როგორც მინიმუმ გააკონტროლებს, აი ათრევსო რო იტყვიან. და შეიძლება დააფინიშოს. მე საერთოდ სიმართლედ გონია, რომ პაიფერი ვადამდელ გამარჯვებას აიღებს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ავაწყებს გავცემ ამ პროგნოზით პაიფერზე. ძალიან ხმამაღალი ნათქვამია და ვრისკავ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგრამ რატოღაც გონია, რომ ადესანიას რეგრესი საკმაოა იმისთვის, საკმარისია იმისთვის, რომ პაიფერმა მოიგოს. თანამთავარი ბრძოლა გვაქვს ალექსა გრასოსა და მეისი ბარბერს შორის. მე როგორც ყოველთვის არ ვიცი. ბუკმეკერების ფსონები ბუნებრივია. შესაბამისად მათაც ვერ ვიღებ ხედველობაში. არც პირველ ბრძოლაში არ ვიცი ბუნებრივია. ადესანია მათი აზრით ფავორიტ პაიფერი და ბუნებრივია არც გრასო ბარბერის შემთხვევაში. აქაც გაგიკვირდება და უფრო, ასე ვთქვათ, ნაკლებ ტიტულოვანი მებრძოლზე გავაკეთებ ფსონს ბჭყალებში. მე ვფიქრობ, რომ მეისი ბარბერი შეძლებს და დაამარცხებს ალექსა გრასოს. ჩემი აზრით გრასოს კი ასაკით შეიძლება არ არის ხა ძალიან დიდი, 32 წლის არის თუ რაღაც ალექსა გრასო, მაგრამ ვფიქრობ, რომ გრასო მიაღწია თავის პიკს და გრასო იმაზე მეც ვერ გააკეთებს კარიერაში უკვე რაც გააკეთა. და აი რაც შეეხება მეისი ბერბერი ძალიან უმატებს, სხვათა შორის თუ დააკვირდებით და ბარბერის ბოლო მსხვერპლებსაც თუ შეხედავთ. რა ხელა სერია აქვს, ნახეთ. 7 მოგებიანი სერია აქვს მეისი ბარბერს. ინანდა მავერიკი, მონტანა დელაროსა, ჯესიკა აი, ანდრეა ლი, ამანდა ჰიბასი დააფინიშა ტექნიკური ნოკაუტით მეორე რაუნდში. ბოლო ბრძოლაში მოუგო კარინ სილვას და იმის წინა ბრძოლაში კეტლინ ჩუგაგიანი დაამარცხა გადაწყვეტილებით. აი ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია. იმიტომ რომ კეტლინ ჩუგაგიანის გადაწყვეტილებით დამარცხება არის ძალიან რთული. აი აქამდე კეტლინ ჩუგაგიანის გადაწყვეტილებით დამარცხება შეძლო წარმოვიდგინეთ ლის კარმუშიმ, ჯესიკა აიმ და ორივემთან სპლიტებით, ანუ გაყოფილი გადაწყვეტილებით. ვალენტინა შევჩენკოსთან ტექნიკური ნოკაუტით კი ბატონო, ვალენტინა გასაგებია. ხო. და კიდევ გადაწყვეტილებით კიდე წაგო მანონ ფიოროსთან. და ბოლო იყო სწორედ მეისი ბარბერი. ამით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც კეტლინ ჩუგაგიანს ამარცხებს 3 რაუნდიან ბრძოლაში გადაწყვეტილებით, ერთ სულოვანი გადაწყვეტილებით, ესე იგი შენ ყველაფრის წინსწარ ხარ და ჩემი აზრით ეს იმას ნიშნავს, რომ ალექსა გრასოს ვისაც ვზად არის, ვფიქრობ, მეისი ბარბერი. ნახავთ, ძალიან მალე გავიგებთ, შევცდით თუ არა ამ პროგნოზში. გავაგზავნებთ მაიკლ კიეზა, ნიკო პრაისი. ორი ვეტერანი, რომლებსაც ახლა არ აქვთ რაღაც სერიოზული, ასე ვთქვათ, სატიტულო მიზნები, არც ფიქრობენ ბუნებრივია. თუმცა ვფიქრობ, ორივე არის აი რადიკალურად განსხვავებულ ეტაპზე კარიერის და სვლაზე შეიძლება ითქვას, გზაზე. ნიკო პრაისი არის აი წაგებების სერიაში, მარტო იმაზე არ არის რომ სერია აქვს, წაგებების ზოგადად ძალიან გაგვჭირდა. ნიკო პრაისი რო უყურებ, სადღაც ძალიან მახსენდება ტონი ფერგუსონი ბოლოს. აი დიდად განსხვავებული, აი ბოლო ტონი ფერგუსონზე, რაც ბოლოს იყო ტონი ფერგუსონი UFC-ში, ნიკო პრაისი არ არის. შეიძლება უარესიც არის და შეიძლება ტონის კიდევ უფრო მეტი შეუძლია. აი რაც შეეხება მაიკლ კიეზას. მაიკლ კიეზა მოდი ვთქვათ, რომ ვარსკვლავებს არც მანამდე არ წყვეტდა, განსაკუთრებით და მე პირადად არასოდეს არ წარმოვედგინა მაიკლ კიეზა რაღაც სერიოზულ კონტენტერად. შემდეგ გონდა გარკვეული რეგრესი, კიდევ უფრო მეტად, მაგრამ აი ბოლო 3 ბრძოლა ძალიან იპოვა რაღაცა
თავისი სტილი მაიკლ კიეზა, სტილი გასაგებია, მისი თავარი სტილი არის ურია იყოს მეტოქის და მარყუჟით მოგუდოს, ან თავის საყვარელი ბრაბოთი. მაგრამ ამის გარდა კიეზამ ასევე იცის ბრძოლებში, სადაც მეტოქე რთულად დასაფინიშებელია, როგორ ასე მოახვიოს თავზე, ცოტა შეიძლება პრაგმატული, მაგრამ მისთვის წარმატებული სტილი, რაც მან გააკეთა მაგალითად კურტ ბაკისთან. ასე რომ მე ხვდებით ალბათ რომ ფავორიტად ვთვლი მაიკლ კიეზაზე, თან სიმართლე გითხრათ ცოტა არ იყოს და სუყე ფავორიტად ვთვლი. ვფიქრობ რომ ადვილად გაუსწორდება მაიკლ კიეზა ნიკო პრაისს და საერთოდ ძალიან დიდი შანსი მგონია აქ რომ შანსი მგონია რა. აი წარმომიდგენია მაგალითად რომ ნიკო პრაისს გუდავს ბრაბოს მარყუჟით დარს რო ეძახიან ასევე მაიკლ კიეზა. თავს ვერ დავდებ რომ ბრაბოთი მოგუდავსო, მაგრამ სავსებით შესაძლებელია რომ ასე მოხდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ბრაბოა, არა ბრაბოა, ფინიში, არა ფინიშია, ვფიქრობ ბრძოლას წამოიღებს მაიკლ კიეზა. ჯულიან ეროსა, ლერიან დაგლასი. ამ ბრძოლაზე არ ვისაუბრებ, ვინაიდან ეს ლერიან დაგლასი არ ვიცი, ვინ არის, საერთოდ არ მაქვს არც ერთი ბრძოლა მისი ნანახი. ხო, არც არის გასაკვირი, იმიტომ რომ დებიუტანტია, ბოლო ბრძოლა მას ჰქონდა დანაოიდის კონტენდერების სერიაში, ხო, ეს არის ძალიან კარგ სერიაზე, 5 ბოგებიან სერიაზე, მაგრამ თან ნახეთ, სუნოკაუტები აქვს და 5-ვე, არც ერთ მათგანში არ ყოფილა მესამე რაუნდი. ან პირველი, ან მეორე. და ზოგადად თავის ბოლო ბრძოლებს თუ შევხედავთ, საერთოდ მესამე რაუნდი არ გვხდება. 2021 წელს ოქტომბერში ჰქონდა 3 რაუნდიანი ბრძოლა, რომელიც წააგო და ამის შემდეგ ჰქონდა 7 ბრძოლა, საიდანაც 6 მოიგო და ერთხელ წააგო და იმ წაგებულშიც ფინიშით წააგო ტექნიკური ნოკაუტით მეორე რაუნდში და ამ 6 მოგებულ ბრძოლაშიც სულ ნოკაუტებია ან პირველ ან მეორე რაუნდში. ბოლო ძალიან უყვარს ვადამდე დასრულება ბრძოლების დაგლას. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მასე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მით უმეტეს რომ ბრაზილიელია და ბრაზილიიდან იქიდან გამომდინარე რომ ძალიან ბევრი მებრძოლი მოდის, ბევრი ორგანიზაციაა. სადაც რთულია რეკორდით იმსჯელოს. შეიძლება ისე რა რეკორდი კონდეს მებრძოლს და ძალიან მაგარი მებრძოლი მოვიდეს, იმიტომ რომ სერიოზულად შეიძლება გამოიწრთოს ბრაზილიაში. რაღაც შორს წავიდეთ და აი მაგალითად თუნდაც დიეგო ლოპესი, რომელიც სხვა შორის ისეთი რეკორდით მოვიდა, რომ დიდ არაფერს არ ის რეკორდი არაფერს არ ამბობდა ისეთზე, ხო? მაგრამ მივიღეთ ძალიან მაგარი მებრძოლი, ხო? თუმცა ბრაზილიიდან სხვანაირი საპირისპირო შემთხვევებიც გქონია, მოსულა რაღაც სასწაული რეკორდით თითქოს პროსპექტი, მაგრამ აღმოჩნდა რომ არაფერი არ არის. ამიტომ ასე რომ მით უმეტეს კიდე გამომდინარე რომ ეს დაგლასი, ხსენებული ლერიან დაგლასი არის ბრაზილიელი. ვერ შევეხები ამ ბრძოლას, ჯულიან ეროსას მიხედვით ვერ ვიმსჯელებთ, ასე შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ჯულიან ეროსამ შეიძლება მოიგოს ძალიან სანახაობრივ ბრძოლაში, მაგრამ შეიძლება წააგოს ასევე ძალიან სანახაობრივ ბრძოლაში. ასე რომ ნახოთ, ნებისმიერ შემთხვევაში ჯულიან ეროსას ბრძოლები ზოგადად არის ყოველთვის კარგი საყურებელი და ლერიან დაგლასის ფინიშებსაც თუ დავაკვირდებით, სავარაუდოდ ერთი შემიძლია გითხრათ და შემიძლია ვივარაუდო და გარკვეულწილად ეს პროგნოზია, რომ ჯულიან ეროსასა და ლერიან დაგლას შორის ბრძოლა უნდა იყოს საკმაოდ სახალისო და კარგი საყურებელი. ჩავდივართ ქვემოთ და მანსურ აბდულ მალიკი ხდება იუსრი ბელგაროის. ეს არის, არ ვიცი, ამდენ სწორად ვამბობ ამ მებრძოლის სახელს და გვარს, არის ნიდერლანდების წარმომადგენელი. ახალწეულია სხვადასხვა UFC-ში, სულ რაღაც მეორე ბრძოლას ატარებს, არის 4 მოგებიან სერიაზე, თავისი სადებიუტო ბრძოლა UFC-ში მოიგო ტექნიკური ნოკაუტით მესამე რაუნდში აზამატ ბეკოევთან. ძალიან სერიოზული მეტოქე ყავს ახლა მანსურის სახით, რომელიც შეგახსენებთ არის დაუმარცხებელი, მანსურ აბდულ მალიქს გულისხმობ, 9 ბრძოლა 9 მოგება, 28 წლისაა. საინტერესო ბრძოლა უნდა შედგეს, ჩემი აზრით. ალბათ ფავორიტად ბუკმეკერები დაასახელებენ მანსურ აბდულ მალიქს. თუმცა ნახოთ, მე არ გამოვრიცხავ რომ ბელგაროისგან ამე სიურპრიზს ველოდოთ, ვინაიდან ძალიან დიდია ეს მებრძოლი, ყოველ შემთხვევაში მანსურთან შედარებით 1.95-ზე მაღალია, 1.95 სანტიმეტრზე მაღალია ნიდერლანდელი, როცა მანსურ აბდულ მალიკი არის სულ რაღაც 1.87 სანტიმეტრი, რაც 88, კი ბატონო. რაც საკმაოდ დიდ უპირატესობას აძლევს წოდომში
ნიდერლანდელს. ნახოთ, ყოველ შემთხვევაში ნიდერლანდელის ფინიშერია, აქვს ძალიან ძიმე დარტყმები, 9 გამარჯვებიდან აქვს 7 ნოკაუტი და ფიქრობ მანსურისთვის არ იქნება ადვილი გასეირნება, პროგნოზს მაინც და მაინც ისე არ ვიტყვი იქიდან გამომდინარე, რომ მანსურ კი არა და მოკლედ ნიდერლანდების წარმომადგენელზე სრული ინფორმაცია არ მაქვს. სრული კი არა, მისი ბრძოლები არ მინახავს. კი ბატონო, რა დაგჭა საინტერესო, პრინციპში პრელიმ, ესე მთავარ ქარტში, არა, ერთი დაგჭა. ერთი დაგჭა მთავარ ქარტში და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ბრძოლა, რომელსაც შეიძლება ველოდებ, ბრძოლა რა, ან ფინიში ძალიან დიდი შანსია რომ მალე დათოდეს ეს ბრძოლა. ჩემი აზრით მეორე რაუნდზე შორს არ უნდა წავიდეს, ეს არის ტერენს მაკკენი, კაილ ნელსონი. აუცილებლად სანახავი ბრძოლა, სადაც აუცილებლად იქნება სანახაობა, ეს ძალიან მოკლე იქნება ეს ბრძოლა თუ ცოტა გაგრძელდება, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საწყის რაუნდის დასაწყისში, პირველი რაუნდის დასაწყისში ალბათ დიდი შანსია ტერენს მაკკინიმ ფინიშით გაიმარჯვოს, მაგრამ რაუნდის ნახევარს თუ გადაცდა, უკვე იქ ასევე დიდი შანსია რომ ტერენს მაკკინი დამარცხდეს. ჩემი აზრით მთლიანობაში თუ ყველანაირ განვითარებას განვიხილავთ, არითმეტიკულად უფრო მეტი ალბათობაა დაჯდეს კაილ ნელსონის გამარჯვება. მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში. ნებისმიერ შემთხვევაში ბრძოლა იქნება ძალიან ცეცხლოვანი და რა თუნდა ამას ლაპარაკი, ტერენს მაკკინი, კაილ ნელსონი უჩემოდაც ამას დიდი პროგნოზი არ ჭირდება, რომ ეს ბრძოლა იქნება ფანტასტიკური სანახაობა. პრელიმ ქარტში რამოდენიმე ბრძოლა შევეხოთ, ყველა არ გვინდა. იგნასიო ბაჰამუნდესი, ტოფიკ მუსაევი. ეს არის ძალიან საინტერესო ბრძოლა, სადაც ვფიქრობ, ბაჰამუნდესი თუ დაუშვებს იგივე შეცდომას, რაც მან დაუშვა რაფაელ ფიზიევთან, აუცილებლად დაისჯება და იქნება იშვიათ მებრძოლთაგანი, რომელსაც UFC-ში შექმნება Z2 მარცხი ორ აზერბაიჯანელ მებრძოლთან. რაფაელ ფიზიევი ვიცით, რომ აზერბაიჯანელი არ არის პრინციპში, ის დაიბადა ყაზახეთში. ერთი პერიოდი შუა აზიელ მებრძოლათაც გვევლინებოდა, მაგრამ რაღაცა მიზეზების გამო, ახლა უკვე აზერბაიჯანის სახელით გამოდის. მიზეზები ახლა ვისაუბრებ ბუნებრივია. ყოველ შემთხვევაში ბოლო ბრძოლა ბაჰამუნდესმა წააგო ფიზიევთან და ვფიქრობ ტოფიკ მუსაევთან მან თუ არ აურია გულისხმობ, ცოტა ჭიდაობას თუ არ შეურიან, თეიქდაუნის მსვლელობები, კლინჩი, ასე შემდეგ. გალიასთან ჭიდაობა, ვფიქრობ სუფთა სტრაიკინგში მუსაევთან შეიძლება გაუჭირდეს. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვის სიმაღლეში იგნასიო ბაჰამუნდეს მე მგონი უნდა ქონდეს უპირატესობა, ნახოთ. კი, საკმაოდ სოლიდური უპირატესობა აქვს, მაგრამ ტოფიკ მუსაევი ფეხზე ძალიან სახიფათო მებრძოლია. ზოგადად ტოფიკ მუსაევს აქვს თავარი პრობლემა, მისი არის ის, რომ საბიჩენ დიფენსი აქვს სუსტი. ასე რომ ბაჰამუნდესმა თუ უნდა რომ გაიმარჯვოს, მე ვფიქრობ ჭიდაობა უნდა აურიოს. სინამდვილე შემთხვევაში ფეხზე თუ წარიმართა მთელი ბრძოლა, ვფიქრობ ჩემთვის ყოველთვის მუსაევი არის ფავორიტი, თუმცა ბაჰამუნდესი ძალიან კარგია ფეხზე. ასე რომ არის ფიქრობ, რომ ბაჰამუნდესის სტრაიკინგს რამეს უწოდებ. და კიდევ ერთ ბრძოლაზე გეტყვით, ჩემს ვარაუდ, ჩეის ჰუპერი ხდება ლენს გიბსონს, ნამდვილად მინდა რომ ჩეის ჰუპერსმა გაიმარჯვოს, მაგრამ ვფიქრობ ამ ბრძოლაში ჩეის ჰუპერი დამარცხდება და დამარცხდება პირველ რიგში, იმიტომ რომ ლენს გიბსონი არის ფიზიკურად ძალიან ძლიერი, ის აქვს ძალიან კარგი ჭიდაობა და მე ვერ ხედავ როგორ უნდა ასე ვთქვათ გადაიყვანოს ჯერ მიწაზე ჩეის ჰუპერმა ლენს გიბსონი თან გადაიყვანოს ისე რომ პოზიცია მიიღოს ისეთი საიდან საბმიშენს გაუკეთებს და მე გაუკეთოს საბმიშენი. ლენს გიბსონი ზოგადად ძალიან კარგად ჭიდაობს და არის ფიზიკურად ძალიან ძლიერი. არ დაგვავიწყდეს რომ ჩეის ჰუპერი მარტო დიდი ხანია რაც გადმოვიდა მსუბუქწონაში, იქამდე ის იყო ქვემსუბუქწონოსანი და ზოგადად ქვემსუბუქწონოსნებშიც ვერ ვიტყვით რომ განსაკუთრებით დიდი ქვემსუბუქწონოსანი იყო. ასე რომ ჩემდა სამწუხაროდ ძალიან მინდა ჩეის ჰუპერმა მოიგოს, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ალბათ უფრო გამარჯვება დარჩება გიბსონს. პრინციპში ეს იყო დღეს რაზეც მინდოდა საუბარი, ვისაუბრეთ ჩვენ ლონდონის ქარტზე, ვისაუბრეთ
დამდეგ უქმეებზე გასამართ სიეტლის ქართზეც და დაველოდოთ კვირა გამთენიას და ვნახოთ რას შემოგთავაზებს სიეტლი და მოგცემს თუ არა საშუალებას რომ ვიყოთ უძინარები სიეტლში. დღეისათვის ეს იყო, გამოიწერეთ კიდევ ერთხელ თავაზობთ და შეგახსენებთ შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი არხი. ეს ვიდეო თუ მოგეწონათ შეგიძლიათ მოიწონოთ კიდეც და შევხვდებით ახლო მომავალში. იყავით ჯანზე.